გამარჯობა, მე ვარ ელფ მარიამი და ეხლა გადავიქცევი ანიმაციად. გამარჯობა, მე ისევ ელფ მარიამი ვარ და ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ გააკეთოთ ვიდეოსგან ანიმაცია. დაახლოებით 1 წლის წინ ქრისტინე იმედაძე მოვიდა ჩემთან და ხოლმე რომ გადაგვეღო მობილურით რაღაც კადრები, რასაც AI-ის საშუალებით ვაქცევდით ანიმაციად. მაგ პერიოდში ბევრი პროგრამა არ არსებობდა, რომელშიც AI-ით ანიმაციის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ გადავიღეთ კლიპი და გავაკეთეთ. ამ ვიდეოში განახებთ კლიპის გადაღებებს და ასევე გასწავლით, როგორ გააკეთოს თქვენი ვიდეოსგან ანიმაციური ვიდეო. დღეს ვიწყებთ ქრისტინეს კლიპის გადაღებას და წაგიყვანთ გადაღებებზე. წავედით? უნდა ვიშრომოთ? ამაზე ვარ შენ კამერაში. ქრისტინე, მე რამდენი კლიპია შენ? აუ. არა. წითელ ხიდზეც ხომ მოვალთ გადასახლებად. ხო, წითელი ხიდიც მომეს. მე მგონი უბრალოდ ერთი კაი გასეირება გამოგვივა ბოტანიკურ ბაღში. აი, რა უნდა ჩაიცვას ქრისტინე. ეს ფუფასია გოგლიძის. ბავშვობაში მქონდა ძალიან ლამაზი კიმონოები, თავის ძალიან ლამაზი ქამრებით. ყველა ასაკში მქონდა. მოდი დავიწყოთ აქ გადაღებით. მე მგონი ეგზე და უნდა გაიხადო, არა? მე მგონი არ გამოჩნდა. ჩანს? მე ძალიან ლამაზია. დინჯად? ჭიქასავით რამე ქვაიღა? რა ვქნა? ვითომ ჩაია და სვა. დალია? მიდი. ჯერ როდეს რაღაც მაკეტებინე. ქრისტინე. ცხელა? არა. ქრისტინემ ჯერ კიდე არ იცის რამდენი აქვს ასიარულად. მივდივართ ბამბუკების ხეივანია. მე უკვე სახში არ მოგშივდა. მე მგონი მოგშივდა. არა, დღეს არ უნდა ვჭამო მე. საერთოდ? საერთოდ. არა, ეგ ვინ გასწავლა რა სულელია. ერთხელ უნდა ჭამო და ჩემთან ერთად გადაღებიდან და გავიყაროთ. ვეღარ ვდგავარ. ანუ აღარ მემორჩილება ისეთი გაყიდვა. ხოხის ულები. ინდა. სული ვარ. არა უშავს, ზედა ნაწილი. არა უშავს. მარო. ხო. მართლა აღარ შემიძლი. გადადი. დააზიანოთ მცენარე. არ დააზიანო, ისე გადადი რა. არ შეიძლება. ოჩახ. აუ ესეც ლამაზი კადრია. ცოტა აქეთ მოდი, აქეთ მხარეთ. მიდი, იმღერე. კაი. მე ამას უყურე. დაიცა ეს უნდა გადა. ო ბობა ნახე. შენოვანია. ხოთ არ დააზიანოთ მცენარე. არ დავიქცევი აგა. ამ სარი. ოჩა. მოვჩით დღეს? რავი, კიდე რა უნდა გადავიდე. ისეთ პირობებში მამყოფებ, რომ შეიძლება დღე 2 არც ჩავშედგეს. დღე 2 აღარ გინდა ხო? შედი. ფათაცვენაში? Falling Rocks წერია. არა უშავს. ცხოვრება კლიპით გადაღება მიწევს ექსტრემალურ ვითარებებს. გადაღება დღე 2. მოკლედ გაგვიწვიმდა. ქრისტინე ესე გამოიყურა. ესე გამოვიდა. მიხდება? მიხდება. ნუ აი რამაცვი, აი. ეს ესე მოკლე კი არ არის. შიგნან Simplicity short-ი მაცვია ხალხო. ეხლა გვაქვს პატარა შესვენება, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფის ნაწილი ჩამოგვრჩა, უამინდობის გამო გადაუხვიეს გზიდან და ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ, ამიტომ ჰეილოით უნდა მივირთვათ და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში წავედით. თან კლიპს, თან vlogs, თან ფოტოსესია გვაქვს, თან მეცადინეობთ. დღეს გადაღებაზე ქრისტინე მოვიდა დასტრესილი, იმიტომ რომ
მისჭერში ისმის რაღაც ხმა. ხაკუნის ხმა და სირბილის. მაგრამ კიდევ უფრო დამსწრესა იმან, რომ რაც კიდე მოვძებნე ინტერნეტში სხვადასხვა დაწესებულებები, რომლებსაც შეუძლიათ რომ შეებრძოლონ ამ ესე ვთქვათ, გაიყვანონ ჩემი სახლიდან ეს მღრნელი ვერსიები, მეთოდები ამ გაყვანის ძალიან არა ადამიანური აღმოჩნდა, ამიტომ ყველა კლავს. ყველა კლავს და ძნელი და ძალიან მტკივნეული სიკვდილი ღმერთო. მოკლედ ვერ გავიმეტე ეს თან თუ სინდიოფალა აღმოჩნდა თეთერა გადანათებულები ვარ. სინდიოფალა თუ აღმოჩნდა, სინდიოფალას მოკლათ თურმე არ შეიძლება და რატო არ შეიძლება ქრისტინეს სინდიოფალა? უბედურება მოდის. როგორ გამოვიტყუო თაგვი თუ ვირთხა თუ სინდიოფალა ჩემი კედლიდან, ისე რომ წავიდეს მინდორში, გააგრძელოს ცხოვრება, მე დამანებოს ოღონდ თავი. არც მეთოდი რა იმის. არ არის ხო არაფერი მეთოდი. ჯერჯერობით ვერ შემომთავაზეს, ახლა გადაღება მაქვს და გავაგრძელებ მე ძებას. ეხლა მოვლენ ლაშა და ქეთი. რა საყვარელია? ქეთო. აუ ძან მომწო. 1 2 3 დაიწყე. ლაშა უყურე ქრისტი. მიდი დაჭექი და მე ჩამოვალ ხერხზე. მიდი აია. Stop. Გაუჭექი. წადი, თქოს არ დამეჯახოთ. კაი. აქ. იქით უნდა გადავიღოთ. სადმე ისეთ ადგილას, სადაც მანქანები არ არიან და ესეთი ბანძი გარემო არ იქნება. შენ დაუჭექი. ლაშას და ჩვენ ამ მანქანით გამოყვებით. იქით წავიდეთო და იქით შეიძლება უკეთესი იყოს რამე. ხო, წადით. და რაღაც ეტაპზე იქნებ გადაგისწროთ. ხელი აწიე. ქრისტინე, გაიღიმე. თავი გამოყვავი აქეთ ამ მხრიდან თავი. თავი აქეთა აი ეგრე და გაიღიმე. გავიყინე. მარტო შენ კი არა, მეც გავიყინე. სად რა გვინდა იცი რაღაცა რომ ვითომ ან რიკატავეთ რაღაცა ან ნაყინი ვჭამეთ ან ფეხით რაღაცა რა ვიცი. სასოფორდან გამოარბინოს ჩვენ აქ და გავაი. დღეს გვაქვს გადაღების მესამე დღე, მივდივარ ახლა და უნდა გადავიღოთ ქრისტინეს სინქრონები. მესამე ლუკიც ვნახოთ. ორი, ერთი. მოდი ჩემთან გაიგეს გოლი. 15 სართული. ის არის, აქ უნდა ავძვრეთ. ალო. ის. არა, მე მგონი შენ. არა, მარო შენ აქ ვერ ამოხვა. შენ მე ვინ გონი ვარ, გოგო? არა, რა მგონი ხარ, უბრალოდ ის არის რა. აი ნახრეთს მოკიდე ხელი მარჯვენა მხარეს ნახრეთში შეყავი და მაგას. ეს. ხო. არაფერი არ არის. აი ესე უნდა დააჭიდე ხო? ჩამოსვლა იზამესე? კი. დარწმუნებული ხარ გოგო? აი მე გადავიღებ ხა და ოი თან მინდა დაგე. არ მინდა დახმარა. მარო აქეთ მელა. არის ნერვიო. ოჩა. всё, მადლობა. დიდი მადლობა. ჩამოსვლისას დაგირეკავ. მადლობა. ესეც მომწონს, იცი? ხო, ეგ გამოვიხედე თუ არა, ეგრევე მომეწონა დამჯდარი. ცოტა იცი რა მინდა, სად მინდა მოხვიდე, აი ამ აი აქ. შენ ჩახვალ? პირველი მე წავალ. ავიკი. მარო. ხო.
ხო მეორე გადაღება მგონია რომ გონია რა ვიცი როგორ წავიდა შენ რა გქონდა რანაირად არის ხელი იმას მოკიდე კიბეს თვითონ კიბეს უნდა მივიდე всё აქ უნდა გავსწორო და ცოტა რო ჩახვალ მე კამერას გაძლევ კამერას მაძლევ ჰა მამა ეს შენ ჩახარ არა შენ ჩახარ ჩართული რა გქონია რომ მე რომ მომცა მე მიჭერს შენი აზრით მე დავტრია აი ყოჩა ну აი ძალიან მოქნილი ყოფილხარ და არ ვიყავი სწორი წარმოდგენის შენზე მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვიდეო დიდხანს არ დაიდო YouTube-ზე და ახლა უკვე დევს და შეგიძლიათ ნახოთ. მე კი ამ ვიდეოში განახებთ გადაღებების პროცესს და ასევე გასწავლით თქვენ როგორ გააკეთოთ თქვენი ვიდეოსგან ანიმაცია. ბევრი პროგრამა ვცადეთ და ეხლა ბევრად უფრო დახვეწილი პროგრამების გამოვიდა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო არის Domo AI, რომელიც ასე თქვენს ვიდეოს აგწევს სხვადასხვა სახის ანიმაციად. შევიდეთ Tools-ში და ვიდეო გადავაქციოთ ვიდეოთ. და აქ გვაქვს არჩევანი, რომ ავირჩიოთ სხვადასხვა ანიმაციები. ნახეთ რა მაგარი შესაძლებლობები აქვს. აი აქ არის მოცემული ფასები, რა ღირს Domo AI-ით სარგებლობა დაახლოებით $50 ღირს 4000 კრედიტი, 1500 კრედიტი ღირს $20 და 500 კრედიტი $7. და საკმაოდ კარგი ვიდეოების მომზადება შეგიძლიათ. მოკლედ AI-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა დედამიწაზე, ასე რომ ბევრი ახალი ფუნქცია ემატება ყოველდღიურად, ბევრ ახალს სწავლობთ, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად გადადით ქრისტიანის ვიდეოზე და აუცილებლად უყურეთ ვიდეოს. კომენტარებში იქნება ლინკი.